შხოიცი ჩემი არხი მაქვს. საინტერესოა რა ესე იგი ეს არის ხრამული, ხო? ხრამული. სად არის დაჭერილი მტყარზე? კი. აბა ეტაპობრივად ცოტა გადავიღოთ. გასაკეთებ, ხო? მაგრატლიცა შრი? აუცილებლად. ხორცი არ უნდა დააზიანო ასე. ხორცი არ უნდა დააზიანდეს. სხვადასხვა ზომის მოდის რა. აბა მე ყველანაირი დავიჭირე რომ მე არა თქვა ესეთი მინდოდა, ასეთი მინდოდა. მე თქვენი ხასიათი ვიცი ძალიან კარგად. ბატონო ლადო ასე რომ ცნობილი რობერტა ჩვენი. ყველაფერი გათვლილი. ამ მტყარზე როგორ ახარ ცნობილი? დასახელით აკულა? მეგალადონი. აი ეს არის ესე იგი იმენა მომზადების წესია რა ხრამული როგორც მზადდება. და აუცილებლად უნდა სიბრწყალში მოიხარშოს, აუცილებლად. სიბრწყალში? ო, აბა რა. ეს ადუღებულში რო ჩაყაროთ, საკმაოდ მეგონა გავიქუჩდება თეთრი. აი ეს დაჟე ეგზემპლარის კარასის დავიჭირეთ. უცო თამაში? ძალიან. ხო, აბა ცოცხლები იყო ყველა ისედაც. კარასიც მოდის სკვარზე? ყველა ჯიშის თევზია დაახლოებით რა. ხო, ძალიან ისეთი. კარასი არ გამეგო მე. რას ლაპარაკობ? უგემრიელესი კარასი და თან ჩვენი არის ყველაზე ცხიმიანი ახლა ზამთრის. დაჟე ეს ქვილითიც იჭმეო უბრალოდ მე პროვინციის მომზადება მე ნახდათ არ ვაკეთებ. ქვილითიანია. კარასი არის ერთ-ერთი ძალიან გემრიელი თევზი, რომ გააჩნია აი ეს ხაშაპია. კილო 200-იანი ხაშაპია, ხო? მაგარია. აი ესე დაიჭირი აბა. ჩვენს როგორ ამოხვა იმ მონტეჩკას გაფიცება? მე უფრო დიდებსაც ვიცი 3 კილოიანებს, მაგრამ მაგას ახლა просто ახლა არ დაუდებ ახლა რომ მუშაობდა რაღაცა თორე. ყველა წელს ამაქვს დაჭერილი ყველა სეზონზე. ხო. შემილია ახლა მაგას ყვალე ჩავიდე. ეხლა ამას გვირჩევ რომ შევწვათ. ეს აი ნახე, ეს არ მოხდება. სუცხიმია. სუცხიმია, ნახე ეს როგორი შიგნეულობაა, სუხთა ხატკათა. ხო, აბა ცოცხალია თორე. ქვილითით არის სავსე უყურე. ნახე, სულ ქვილითია. აუ. აი ეს ქვილითიც კეთდება, მე არ ვიცი ახლა ამის გაკეთება და ამიტომ თავს დავიძღვევ და არ დავიწყებ. რა ნახე, სულ ქვილითია. ნახე რა. ეს პერსონალურად თქვენთვის რომ დიდი მადლობა ბატონო რობერტ, მადლობთ ყურადღებისთვის. რამდენი ხანი არ მენახა ჩემი ძმა, მეგობარი ძმაკაცი, რავი, ჩემი ბიჭი ძმაკაცი უკვე. იცოცხლე. და აი ესეთი საჩუქრიც მოვიდა ამ ახალ წელ დღეს და თავის მომზადებით, რა თქმა უნდა, თვითონვე ამზადებს. რა თქმა უნდა, კარგად. წესები ყველაფერი იცის. აუცილებელია ეს შიგნითა ფარდა ხრამულის. ხო. უნდა ეს შიშავე რაც აქვს, ეს უნდა გარესხოს, თავისი ფარდაა, თევზაა, ზოგადად ხრამულს ამ ჯიშს თორე სხვა ჯიშს არ აქვს ეს. არა ხრამულისა ეს უნდა. აი ნახე. ესე იგი რეცხოს აქვს დიდი მნიშვნელობა. და აუცილებლად სივიწყლით. სივიწყლით. ამას რო გააყარო თბილი, აი ვაიმე ხელი არ გამეყინოს ხო. გაფუჭდება. ეგრევე აფუჭება. აი ერთ-ერთი პრინციპი. ერთ-ერთი პრინციპი აუცილებელია. რო სივიწყლით, ვინც ცივა დღეს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ გინდა რომ კარგი გამოვიდეს, აუცილებლად. თუ გინდა რომ კარგი გამოვიდეს, უნდა სივიწყლით დაიშნება ეგრევე. მართალია თევზი ფართხალებს ახალი აი როგორც იტყვიან რუსულად ისკუსტო ტრებუით ჯერ ხელები გეყინება, მაგრამ კეთდება როგორც წესია. რობერტ, დაახლოებით რამდენი წელია? აი მე მინდა რომ ჩემ მაყურებელმა არის 9 წლის ასაკიდან, 9 წლის ასაკიდან დავიბადე ღვინის აღმართზე, ჩანაზე და ყოველ წელს ზამთრის პერიოდში ხაზგასმით ზამთრის, იმიტომ რომ თვე რომელშიც რ არ ურევია, მაგას ტყრის თევზი და განსაკუთრებით კიდე რ, ანუ რიბა რ არ ურევია, მაგთვეს არ ურევია ხო? ხო. მაგ დროს არის გემრიელი, მაგ დროს არის ცხიმიანი და იმხელა სიგრმეზეა თევზი, რომ იქ უკვე ჭუჭკი არ ეხება ამას. იმიტომ რომ არის ლაპარაკები რომ მყარი ბინძურია, რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი არის სისულელე, იმიტომ რომ ოკეანეში ჩადის ბოდიში და მსოფლიო მძღნელი და მაგრამ როგორ ჭამენ იმ სკომბრიას და რაღაცას და ასე რომ ხო რა ეს უბრალოდ ვიღაცების რაღაცა აპირატებაა და ამას რავი ზემმეტად ყურადღება არ უნდა მიაქცენ იმიტომ რომ თევზი არასდროს არ დადის მაღლიდან წყლის მაღლიდან 20 წლის ქვეშ არის წყერზე 20 მეტრის ქვეშ და ეხლა 20 მეტრის ქვეშ რა უნდა მივიდეს ახლა იმ თევზთან ისეთი რომ რაღაცა მოუვიდეს მართალია ერთ-ერთი
ძალიან თევზია და ძალიან მარგებელი ადამიანი. მაგრამ სიმართლე გითხრა მე მართლა სერიოზულად არ ვიცოდი ეს კარასით მოდის და რამე. კარასი ლოკო დაიჭირეს წელს. ლოკოც? 3 კილოიანი ლოკო დაიჭირეს კი. ნუ მაგალითად დამიჭერია გვერდზე მეთევზე მეტ და ზუთკი დაიჭირა. ოღონდ ზუთკი იმ შემთხვევაში დაიჭირა, უბრალოდ ალბათ ტბებიდან იყო გადმოსული, მაგრამ სოციალური ყველანაირი ჯიშია რა ჩვენთან მტკვარზე რა. საზანი დამიჭერია 6 და 600-იანი. ჩემი ბიჭის დაბადება. 22 აპრილს დავიჭირე 6 და 600-იანი საზანი ბარათაშვილის ხისთან. ხო. გერფიცები გიორგის თავს, აგერ რა გვერდზე. ჯერა. ერთ დღეს გთხოვ რომ მეც დამიძახო და აი ეს პროცესი გადავიღოთ, დაჭერის, ვისიამოვნოთ, ვიკაიფოთ, წამოვიღებ რაღაცა ცოტა სასმელს, რაღაცა და გავერთოთ. აუცილებლად. და ესე გადავიღოთ, როგორ იჭერს ძალიან აინტერესებს ჩემ მაყურებელს, აი ეს გამოშინული აი აქ დარჩება. აი ესეთი ქაშაპი ეკოლოგიურად სუფთა თევზია, ციხის ეგრეწერია. თუ ტყვარი ბინძურია, მაშინ ეკოლოგიურად სუფთა თევზს რა უნდა ტყვარში. მართალია. გამომდინარე დასკვნა. ნახეთ, ჩვენიერი ქაშაპია, აგერ დაახლოებით კილო 200-იანი. უგემრიელესი თევზი და რა ვიცი. ამას გვირჩევ რომ შევწვათ. რა თქმა უნდა, შემწვარი. შემწვარი ჯობია. ხრამული მაინც ხრამულია და მოხარშულია როგორც წესი დარიგი და ქაშაპი კიდე ისეთი ცხიმიანია, აგერ ნახეთ, ცხიმი როგორ გადადის ყელზე, აი. სუქონია მთლიანად. ძალიან მაგარია, მოდი. მაგას ცელოფანს მოგცემ მაგისთვის. რა თქმა უნდა, ესე აი წესი. ბატონულად ვაი ესე შუაზე უნდა გაიყოს ეს თევზი, აი ესე ფილე, როგორც ფილე, კი შეწვის დროს. დიახ. მე დაიჭრას რამოდენიმე ნაჭრად და ესე იქიდან. ართლა, ეგრე? აბა ეგ არის მთელი. ხო. ეხლა რომ მოვლენ ოჯახის ხალბატონები, მაინც ერთხელ კიდე აუხსენით, მე შეიძლება არ ვერ დავიმახსოვრ რომ მაგის შეწვის პროცესი. ბატონო. მე შემიძლია ის გავუყო, გავუჭრა რაღაცა დავამზადო და მე მიხედავენ ეს შევინახოთ, რომ აი მოვათავსოთ ამ კარგი არ ერთი ცელოფანის იმას აღვნიშნოთ, რომ წყალი არ გაუვიხარ მასივაში რამე. დროებით აქ იყოს ესე, ეხლა ხალბატონები რომ მოვლენ მიხედავენ, მაგ დაჭრის პროცესსაც ასწავლეთ, როგორ დაიჭრას შეწვის წინ და ვაგზელებთ ხრამულის მომზადებას. რა თქმა უნდა, ვაგზელებთ ხრამულის გაარეცვას. აგერ უკვე მე მგონი ნელ-ნელა მივდივართ იმ ეტაპამდე, რომ დავიწყოთ მოხარშვა. აი ესე კარგად. ყურადღებით უნდა დაივეწყოს თევზი. ყოფილა პერიოდი, როგორც მე ვიცი, რომ თევზს ურჩენია თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რაღაცა ეტაპები. იყო ჩვენ ცხოვრებაში უშუქობა, უგაზობა და ეს რაღაცები და მაშინაც ხო იჭერდით თქვენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგალითად, ბევრი ჩემი ახლობელი და შინაური მართლა რომ აი ამ თევზით არის, ასე ვთქვათ, გაზრდილი ყოფილა ის პერიოდი, რომ ძალიან ბევრი გაჭირვება გადაგვიტანია. იყო ისეთი ცხოვრება. და მტკვარი გვარჩენდა. რა თქმა უნდა. მარტო მე არა, ძალიან ბევრი ოჯახებია. გვარჩენდა ყველა. ხო. გვახსოვს ეს ძველი პერიოდი. ო, და რა ვიცი. ასე. მოკლედ რო გავრეცხეთ, რობერტ. ხახვი ნახა ხახვი. ხახვი გვინდა? ერთი-ორი თავი ხახვი და. ერთი-ორი თავი ხახვი. აუცილებლად აი ესე 1-5-10 წუთი. აი ახლა რას აკეთებ თქვენ ამიხსენით? აი მარილი რო გაზავდეთ. მარილი რო უყავით? კი. ხო, და მე რაც უნდა მეტი მოგივიდეს მარილი დაიმახსოვრა მეტი არ მოვიდა. ეგ ვიცით კი. ვინც არის ის? ეგ მე ვიცი რო. მარილს რამდენსაც უნდა იმდეს მიიღო. არა აქვს მნიშვნელობა. 1-2 თავი კიდე გამისულთავე პროსტა და არ უნდა დაჭრა ეს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ოჯახისთვის ვაკეთებ და არა სუფრისთვის. დიახ. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვჭრით რომ კარგად მოიხარშოს თევზი. როგორ აჭრით, აბა გვაჩვენეთ. ესე შუაზე უბრალოდ შუაზე. მე რომ მინახი აი რომ იყიდება მთლიანები რო არის. ძალიან პატარები უნდა იყოს და ეხლა ეგეთი პატარა თევზი გემრიელი არ არის საჭირო. დიდი რო არის, იმიტომ იჭრება. ცხიმი მეტი აქვს და დიდი რო არის იჭრება, ხო. უფრო მეტი გემო დავაყოლოთ რა. აი ესე ორ ნაჭრად მეტი არ უნდა. ეს ხახვი თუ მზადდება, ხახვი უნდა. ბატონო აუცილებლად. ეს არის როგორც მე ვიცი თქვენგან, ბატონო რობერტ, ძველი თბილისური ასე ვთქვათ, ნუ რეცეპტი დავარქვათ, ხო? ხრამულის მოხარშვის წესი. სხვანაირად, არანაირად არ გამოვა.
იმიტომ რომ აი ახლა ეს პროცესი მე რო არ ჩამეტარებინა, თევზი არ გალურჯდებოდა, ნახე? გალურჯდა. ამიტომაც გალურჯდა უკვე თევზი. როგორც წესია ხრამულის ფერი. ხო, და როცა თევზს ფარფლს აცლი და ხარშა ვისე ფარფლის გარეშე ხრამული ფუჭდება. აი ხო არა, შავდება თევზი, შავდება და მოხარშვის დროს უკვე შავი გამოდის თევზი. ამიტომ ეს ფარფლი უნდა იყოს იმ ცხიმი და ყველაფერი არის ამ ფარფლში. ამის ქვეშ არის მთელი ვიტამინები. და ფერსაც არ აკარგავს. ეხლა შეუძლიათ მეთევზეებს მოგპარონ ჩვენ ეს რეცეპტი და მე მოხარშონ და გაყინონ ხოლმე. კი ბატონო, მე მქონდა მაგისის, მაგრამ მაგის ეს თუ ხარშე დავყიდე არასებურია. ესე იყოფა 4 ხახვი, არ უნდა თხრად დაჭრა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბევრს უყვარს მე ის მოხარშული თავის ხახვი და იჭმევა ის? კი, ძალიან გემრიელია. და ისაც რო ვიცოდეთ, ამის წყალიდან უხა არ კეთდება. არ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია. სასურველი რომ ამის წყლიდან ხრამულის წვენის ნახარშით უხა არ კეთდება. აჰა. აი ესე ვარ. უფრო რომელი თევზებიდან კეთდება? და აუცილებელია გვაქვს რომ რომელი თევზებიდან კეთდება უხა? უხა ნებისმიერი თევზისგან როგორ მტკვრის არ უნდა იყოს. всё, მტკვრის თევზიდან არ კეთდება. ქვაბზე დაფარება არ შეიძლება. ქვაბზე დაფარება არ შეიძლება, ღია უნდა იყოს. აუცილებლად ღია უნდა იყოს. არ ვაფარებ. იმიტომ რომ მე ჩაიშლება თევზი. და ბოლო აკორდი რა არის ახლა? საიდუმლო, ლიმონი. ლიმონია აუცილებლად. ბევრმა არ იციან ალბათ, არა? აი ესე ორად უნდა გაყო ლიმონი, ჩაცურო შიგნით. ორივე მხრით ჩაცურო. ბევრი ალბათ ამას არ იყენებს, ხო არა? ხო, ბევრმა არც იცისებ და აი ესე ცივად ჩააგდო, გაწურო და ცივად ჩააგდო. ორი თავი ყოფნის ახლა 4 კილოს, 5 კილო თევზს ორი თავი ლიმონი ყოფნის. აი ესე იწურო. 4-5 კილო თევზი, კი ბატონო. პლუს 2 ხახვი დაახლოებით და 2 ლიმონი. ჩაწურო და მე მთლიანად ჩაგდება. კი. დაახლოებით რამდენი წუთი უნდა დაველოდოთ? დაახლოებით მოხარშვის ადუღების მერე როა წამოდუღდება? ხო, რო წამოდუღდება. ხო, დაახლოებით 5-6 წუთი უნდა იდუღოს. გასაგებია. არა, ისე კი არ უნდა იდუღოს, რომ გადადიოდეს. ხო, ნუ ნება რა. აბა ველოდებით ახლა წამოდუღებას. ამ პროცესის თვის აუცილებელი არის ძალიან ხშირად ქაფის აღება. ქაფის მოხდა. ქაფი რო წამოვა, აუცილებლად არ უნდა ჩატრიალდეს. როგორც ხორცის რო იხარშება, ხაშლამას რო ხდიან და სხვა ხორცები რო იხარშება, აუცილებელია თევზეც. ხო, ეგაც აუცილებელია ძალიან. შეიძლება შეგვიძლია დავძეთ და ძალიან დაველოდოთ. დაველოდოთ ახლა მოხარშოს ადუღებას. ძალიან თხილად თევზი აი ესე უნდა აღმოძრავო უბრალოდ რომ ყველაფერი ამოვიდეს ზემოთ. აი ესე. არაკი აუცილებლად. აი ესე. ურევთ რომ გაინძეს შიგნით. ყველაფერი აი ესე, აი ნახე ახლა ნელ-ნელა აი ესე წყლის ზედაპირი. თან ველოდებით რომ ქაფი გაიკეთოს. ქაფს უკვე ნელ-ნელა ახლა უკვე ავიღებთ, იმიტომ რომ შეიძლება უკვე მოგროვდა ის რაოდენობა, რომ შეგვიძლია ავიღოთ ქაფი. ამისთვის მინდა ჩვენ სხვა პოუზი. ქაფი უნდა მოვხატოთ. ხო, და აი შეგვიძლია აი ესე მივიდა გვერდზე. და ეს აუცილებლად უნდა აი ქაფის მოხსნა. ეს შეიძლება დაგჭირდეს 1-3 ამის გაკეთება. ხო არა? ამ პროცესის დროს კი. ხო, იკეთებს მე ისე დუღილის პროცესში. დუღილის პროცესში მთელი ასე ვთქვათ საწამლავი როგორც ეძახიან, ამის მაღლა. როგორ ზაგდება. ახლა როგორ აკეთებს? ეს შენ უნდა ნახო, რაც არის რო შეჭამ. ანუ უკვე მოვიდა ის დრო, რომ უკვე დავიწყეთ ამოღება, მზად არის, მოხარშულია. არ დაგესხას ძია მოხელი ახლა მიხვიდე. ეხლა ამ თუთას უკვე ვეღარ აგიყვან, თორე ფიზიკურად ვეღარ გადმოვიდებ მე. ოჰო, ნახე რა ფერია ეს, ნახე. მოლურჯოა იმენა. მოდი გინდა აქციო მომაგაჩვენო. ყოფში.
მამდვილი ხრამულის ფერი აქვს მიღებული. აი ნახე როგორი. ნახე პროსტა რა ნაჭრობია ჩალაღაჯი ვითარ. რობერტ ზაც არის ბოჭველი? ახლა ლადო როგორ ფიქრობ მე? არა, ცოტა ხვარაკლია მეტი. არა, რას ლაპარაკობ? რას ლაპარაკობ? ეხლა არის იმინა ისეთი როგორიც უნდა იყოს. სასწაულია რა ეს არის იმინა. ესეთი უნდა ჭამო ეს თევზი რა. სასწაულია ეს რა. ნახე რა ფერი აქვს, პროსტა თევზს ნახე რა. ნაღდი ხრამულიც მო. ლაყუჩი არ იჭმება ამისი არც ერთ შემთხვევაში. არ არის ამოცილი? არ არის ამოცილი, თუ არც უნდა ამოცალო მოხარშვის დროს და არ იჭმება, უბრალოდ არ. მაგრამ მე ახლა სერიოზულად ვსაუბრობ ჩვენ, ანუ ამის მოხარშვის წესს ვასწავლით, ჩემ მაყურებელს და მე ზოგადად ვიცი, რომ აი პატარა ხრამულების ლაყუჩი რა ვიმე. მაინც უნდა გაისაკნა რა. იმიტომ რომ პატარა ხრამულის ლაყუჩს აძრობს, არ აძრობს არავინ. ამიტომ ამ შემთხვევაში აუ ისეთ შეგაწუხეთ აბა აგე. არა შეწუხება კაცო რა პრობლემაა. აჰა. ძალიან მაგარი გამოვიდა რა. ძალიან მაგარი. ისევ ლიმნები ბანაობენ შიგნით. აუცილებლად. რა ხერა. რა ნაჭერია. ეს უნდა გაცივდეს. უნდა გაცივდეს. შეგრიდეს უნდა ესეც ხელსხელი მაგის ჭამა არ შეიძლება. ანუ არ არის ზოგადად სასურველი არა. მე მაგალითად მიყვარს პირადად, მაგრამ ყველას არ უხდება რა. всё. ესე მოხდა ეს პროცესი. დიდი მადლობა. დაახლოებით ნახევარ ჩემო მეგობარო რობერტ, დაახლოებით 1 საათი მოვდით ყველაფერს. ეხლა პატარა გავაციოთ, ხო? და მე გავსინჯოთ, ნახოთ როგორი გამოვიდა. დაველოდოთ 10-15 წუთი ალბათ. კი ბატონო. მოგლეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი რობერტას მოხარშული თევზი მოიხარშა და გაცივდა კიდევაც. მე მოგახსენებათ რომ თავი მიყვარს ძალიან მაგრა რა და ვიწყებ თავიდან, ნახოთ როგორია, ვიცი რომ კარგია. აი ძალიან მაგარია რა.